ბატონ თასო, 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირთან ურთიერთობების დაპაუზების გაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების საპროტესტოდ კი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო პარტიას დაუპირისპირდა, დაიწყო აქციები და შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი, რა რეჟიმშიც ქვეყანას ამ დრომდე უწევს ცხოვრება. როგორ შევა ეს 100 დღე საქართველოს ისტორიაში, სად ვიყავით 100 დღის წინ და სად ვართ ახლა, მოდით ამით დავიწყოთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ძნელია მაშინ როდესაც ისტორიული პროცესის მონაწილე ხარ განსაზღვრა როგორ შევა ეს ისტორიული პროცესი ისტორიაში, მაგრამ ის რომ ცალსახად ეს უკვე ისტორიაში შევა, ეს გასაგებია. ის რომ ეს 10 დღე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ისტორიისთვის, როგორც ამ ქვეყნის სუვერენიტეტის და თავისუფლებისთვის ბრძოლა, ეს ცალსახაა. ამერიკულ პრეზიდენტებს აქვს ტრადიცია პირველი 100 დღის შედეგის განხილვის, წარდგენის მოსახლეობის წინაშე. მე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ამ 100 დღის მანძილზე ამ საპროტესტო მოძრაობამ ბევრად უფრო მეტი რამ გააკეთა, ვიდრე ქართულმა ოცნებამ უზურპირებული ხელისუფლების პირობებში. ბევრად უფრო მეტი რამ გააკეთა ამ ქვეყნისთვის, ასე ვკეთოთ, იმან რაც ხდება ქუჩაში, ვიდრე რაც აკეთებს ხელისუფლება. 100 დღე არ არის ცოტა. 100 დღე იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოში ყველა ტრადიციას პროტესტის, მანიფესტაციის, ამან გაუძლო ყველა ის რაღაცა კლიშეები, რომელსაც უქადდნენ, რომ გატეხდა იქნებოდა ეს ახალი წელსაცივში თავის ჩაყოფა და იქიდან ვერ ამოყოფა თუ ყინვები თებერვლის თუ სხვა რამ. ფაქტია, რომ იმდენად მნიშვნელოვანია ეს შინაარსი, რომელსაც ეს პროტესტი ატარებს, იმდენად იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროტესტში, ზოგ დღეს ცოტანი, ზოგ დღეს ბევრად უფრო მეტი. მაშინ როდესაც ბრაზდებიან სხვების ცემაზე ან ჩაგვრაზე ძალიან ბევრი. სხვა დღეებში შეიძლება ძალიან ცოტა იმდენიც, რომ რუსთაველის გადაკეტვას ძლივს ეყოს ხოლმე, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ადამიანები რეაგირებენ სწორად იმ პრობლემაზე, რა პრობლემის წინაშეც ეს ქვეყანა დგას. და ეს პრობლემა არ არის ისეთი ჩვეულებრივი რიგით პრობლემა, რაღაცა გაზრდილი გადასახადი ან გადაუხდელი ვალი ან არ ვიცი კიდე რამე სხვა გეოპოლიტიკური მოვლენა. ეს არის ეგზისტენციალური საკითხი, ანუ ამ ქვეყანას დამოუკიდებლობიდან 30 წლის თავზე იგივე წერტილიდან რა წერტილიც უკანასკნელი 2 საუკუნე ნახევარია ქართულ სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის, ისევ იგივე წერტილიდან იგივე პრობლემის წინაშე ვდგებით, რომ ხვალ შეიძლება აღარ არსებობდეს ქვეყანა, რომელსაც ექვია საქართველო. ან არსებობდეს ესეთი ქვეყანა რუკაზე, ოღონდ დაცლილი იყოს ყველანაირი შინაარსისგან და იყოს, არ ვიცი, ბელორუსია და სხვა ასეთი სატელიტური ქვეყნები. ამიტომ ამ საშიშროებას ეს საზოგადოება სწორად აღიქვავს. აქ ყოველთვის მე ყოველთვის ესე მგონია, რომ ქართული საზოგადოება ძალიან აფასებს პოლიტიკურ პროცესში გულწრფელობას და ამაზე გულწრფელი მოთხოვნა, რაც ეხა დგას, ამაზე გულწრფელი პროტესტი პირველივე დღიდან 28 ნოემბრიდან წინა პერიოდზე შეგვიძლია ვიდაოთ რაღაცეები, ხო, პოლიტიკური პარტიები, მათი მხარდამჭერები, დიდი დეზილუზია, ბევრ ადამიანს იმედები გაუცრობდა. მათ შორის პოლიტიკური სპექტრისგან, მათ შორის იმ პროცესისგან რაღაცეები იყო მაშინ, რაზეც ვერ ვიტყვით, რომ თქვა აი სულოვანი და ჰომოგენური, მაგრამ 28 ნოემბრიდან იქიდან, როდესაც რეალურად შედეგი დადგა გაყალბებული არჩევნების. გაყალბებული არჩევნები თავისთავად ერთი პრობლემაა, მაგრამ გაყალბებული არჩევნების ყოველთვის მოყვება კონსოლიდაცია. აი ისევ აქციების კონტექსტში მინდა დაგისვათ შემდეგი კითხვა, მართლაც ეს ამ 100 დღემ საპროტესტო გამოსვლების ფონზე გაიარა და მოქალაქეები გაჩერებას არაპირებენ. ერთგვარ რუტინადაც კი ექცა საზოგადოების ნაწილს ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირზე გასვლა, მიუხედავად იმისა, რომ აქციის მასშტაბი ბოლო კვირების განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუმცა აი მოვიდა გაზაფხული და გვესმის განცხადებები, რომ გაზაფხულთან ერთად იქნება სიახლეები. აი რა სიახლეები იქნება, რას უნდა ელოდოს ქართული ოცნება გაზაფხულზე დემონსტრაციების კუთხით, ეს ხომ არ შეგიძლიათ გითხრათ? ერთის მხრივ უნდა გვესმოდეს, ანუ სიახლე რა, გაზაფხულს დათბობას, იმას რომ ხო, დისკომფორტი არ არის იმხელა აი ამ პროცესში ყოველ დღე ყოფნა, რა თქმა უნდა, ექნება თავისი ენერგია და ძალა, რომელიც ამ პროცესს შეემატება, მაგრამ ამის მიღმა თქვენ ძალიან კარგად ადევნებთ თვალყურს იმ პროცესს, რომელიც მიდის ჩვენი ქვეყნის გარშემო, ხო, ის კონტექსტში, რომელშიც ახლა საქართველო ვითარდება და რომელიც ძალიან ცვალებადია და ბევრ ტურბულენტობას იწევს. თქვენ ხედავთ შედეგებს ამას
200 დღის მანძილზე აქეთ ხედავთ პროტესტის შედეგს და მეორე მხარეს ხედავთ შედეგს არალეგიტიმური ხელისუფლების მმართველობის, ანუ ჩამოშლა ინსტიტუციური ნგრევა. ჩვენ გავხდით ქვეყანა, ლელა, სადაც თქვენი მე არ დაუძახებ მათ თქვენი კოლეგებს, მაგრამ ისინი ხვას ეძახიან თავის თავს ტელეკომპანია იმედში გუშინ ოფიციალურად მათი ნიუსი იყო ერთ-ერთი, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი და აქტივისტი მერიის თანამშრომელი გაუშვეს სამსახურიდან. ანუ ასეთი განცხადებები იწერებოდა გაზეთში პრავდა. ასეთი განცხადებები ვინ გამოაცხადეს ხალხის მტრებად, ვინ გაუშვეს სამსახურებიდან, ვის დააბრალეს კონსპირაცია, არ ვიცი, ებრაელთა საქმის, ექიმთა საქმის, ასე შემდეგ ასეთ რაღაცებს წერდნენ სტალინის ეპოქაში გაზეთ პრავდაში. ანუ აქამდე მივიდა ჩვენი სახელმწიფო, რომ თავის პროპაგანდის ინსტრუმენტებს ავალებს უკვე, რომ ამის ტირაჟირება პრობლემა აღარ არის, რომ ის რომ ჩვენ სახელმწიფო სახელმწიფო ვერ იქნება დიდი ხანი ნორმა ამ საზოგადოების, რომ ჩვენ ვიყოთ ქვეყანა სადაც ეს საზოგადოება შეეგუება იმას, რომ ადამიანებს ღიად და პირდაპირ იმ პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე საჯარო სამსახურიდან გაუშვებენ. ეს ხო საჯარო ინსტიტუციების ჩამონგრევა არის, ხო? ჩვენ ვიხილეთ ივანიშვილი, რომელსაც მიიღო კანონი ოფშორების შესახებ, ეს კანონი მხოლოდ იმისთვის, რომ 100 მილიონამდე განსახადი არ გადაეხადა ამ ქვეყანაში და ისე შემოეტანა ამ ქვეყანაში ქონება. ჩვენ მივიღეთ ქვეყანა, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორის და საერთაშორისო ფინანსური სამყაროს ფინანსური ინსტიტუციების ცენტრის, ხო? ნევრალგიული ცენტრის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციების მან რო თქვა რომ ეს კაცო ასანქცირებთო ფარცხალაძეზე ჩვენმა ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძისთვის სპეციალური წესი მიიღო რომ ის არ დასანქცირებულიყო იმისთვის რომ ივანიშვილს რაღაცა არ ვიცი მე შუათითი ეჩვენებინა ან ყელი მოეღერებინა დასავლური სამყაროსთვის ავანტურა დაიწყო ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების და ეხლა იძახის რომ ანაკლის სპორტში მთავარ სპორტში რომელმაც უახლოესი 30 წლის მანძილზე მაგალითად მინერალებით უნდა მოამარაგოს ყველაზე უსაფრთხო გზა არის შუააზიური მინერალების გასტარებლად ამერიკული და ევროპული ბაზრებისთვის და ეს რო უნდა მოამარაგოს აქ ჩინურ კომპანიას შემოუყვანს სახელმწიფოს რომ ეს სპორტი მართოსო ასეთი სახელმწიფო ნორმა ვერ იქნება ანუ სახელმწიფო რომელიც მორგებულია ერთი ადამიანის სულ გენიოსი იყოს მაგრამ ამ შემთხვევაში გვესმის რომ სერიოზული გადახრებით ავტოკრატიისკენ და აბსოლუტურად უწოდინრობით იმისა რას ნიშნავს სახელმწიფო თანამედროვე სახელმწიფო და დემოკრატიული სახელმწიფო გულისხმობ ივანიშვილს აი ამ კაცის გუნებას ამ კაცის სურვილს დიდი ხანი დარჩეს ხელისუფლებაში ანუ საქართველოს უნდა იყოს ქვეყანა მის თავში გათვლილი რომელიც იქნება აწყობილი იმაზე როდემდე ექნება ამ კაცს ჭყალებში ვითხრობ მუღამი იმისა რომ ეს ქვეყანა მართოს ბატონ დაზო აი თქვენ საჯარო სტრუქტურებში დასაქმებული პირების გათავისუფლება ახსენეთ და ამ თემას მინდა რომ ერთი კითხვით მაინც გამოვეხმაუროთ. კი ბატონო, ეს პროცესი გრძელდება საჯარო უწყებებში და დაიწყო მას შემდეგ თანამშრომლების გათავისუფლება, რაც სწორედ ესე ვთქვათ, ევროკავშირთან ურთიერთობების დაპაუზების გადაწყვეტილება გააპროტესტეს საჯარო სისტემაში დასაქმებულმა ადამიანებმა და შესაბამის პეტიციას მოაწერეს ხელი. 2 დღის წინ მერის კიდევ ერთ თანამშრომელზე ითქვა. იგი ამ თანამშრომელზე იყო დაწერილი გუშინ იმედზე ქარდიკო და იმედის გაუშვეს სამსახურიდან. აი რა გაქვთ სათქმელი ქართული ოცნებისთვის, რომელიც თავის მხრივ არ აღიარებს, რომ ადამიანების სამსახურიდან გაშვება ხდება მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. არ მე ვერ ვიტყოდი, რომ მაგალითად უშუალოდ გეთანხმებით, გუჟაც ეხა ვთქვი, რომ იმედი რასაც წერს, იმედი როდესაც წერს, რომ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი და რაღაცა დამაქცეველი აქციების მონაწილე აღერი და გვარი გაუშვეს მერიიდან, მერის თანამშრომლობიდან, ეს თავისთავად აღიარებას ნიშნავს. ეხა იქ ვიღაცა გია ვოლსკი ამას იტყვის თუ არა გამართული ტექსტით გია ვოლსკის კგბ-ს სკოლაში ბევრი აქვს ნასწავლი როგორ ატყუოს ხალხი ზოგადად ამის მეტი ცხოვრებაში არაფერი არ უკეთებია და მსგავს ადამიანებს ხო ესენ გაწურთნილი არიან ადამიანების მოტყუებაში შეხედეთ რა მოხდა გარდამტეხი ანუ დეკომპლექსირება მოხდა ერთგვარი აი ამ მოვლენების შემდეგ როდესაც აი დაიწყეს ბოლო პერიოდში მიტინგების შესაბამისად ადამიანების გაშვება მათ თავში მოხდა სრული დეკომპლექსირება ანუ აქამდე რაღაცეები თუ ბოჭავდა ჯერ კიდე ანუ ინსტიტუციური მეხსიერება თუ მოჭავდა რომ ამ ინსტიტუციებს საქართველოს შეიძლება პატარა ტრადიციები აქვს და მოკლე პერიოდი აქვს არსებობს მაგრამ რაღაც ტრადიციები ჰქონდათ და ამ ტრადიციებში იყო მათ შორის საჯარო მოხელის ინსტიტუტის პატივისცემა დიდი რუდუნები სხვა შორის ძალიან ბევრი ათეული მილიონი დოლარის დახარჯვით ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეერთებული შტატების განსაკუთრებით და ევროკავშირის იმაში რომ ჩვენ საჯარო მოხელის ინსტიტუტი შეგვექმნა და პატივი გვეცა ისე როგორც იყო ამის დეკომპლექსირება მოხდა უცებ რომ აი რომ ვიღაცა კალაძისნაირმა ტიპებმა გადაწყვეტეს რომ ხო რა შპს ანუ ეს რაღაცა
თვითცენზი, რომელიც ამ ინსტიტუციებს მოყვებოდა მეხსიერების თვალსაზრისით, ეს გააკეთეს. ეხლა რატომ ამბობ, რომ ეს ნორმა ვერ იქნება? იმიტომ რომ ამას იდღის თავზე მინდა რომ ცოტა პოზიტიურადაც მიუდგეთ ამ საკითხს, იმ თვალსაზრისით, რომ ამ ეს პროტესტი, ეს ასიდღე ძლებს, იმიტომ რომ აი ეს ინსტრუმენტები, რომელსაც იყენებენ, ეს იქნებოდა ცემა, წამება, არ ვიცი, შეურაცხყოფა და დამცირება ადამიანების, როგორც იყო მუხლებზე დაყენება, პირში ჩაფურთხება, გაუპატიურებით დამუქრება და ასე შემდეგ. ხო, ის რასაც 2012 წლამდე ძალიან სამართლიანად ვენდუროდით წინა ხელისუფლებას. აი ესეთი სისტემური და სისტემატიური ძალადობა საკუთარ მოქალაქეებზე, რომელიც არის ხელისუფლების დაორგანიზებული და ამაზე აი ორი წამით ვიტყვი, რომ ბაჩიაშვილის ამბავი გუშინ რო ჭირდებოდათ, იმიტომ რომ მათი ხელმძღვანელი პირად მტრად მიიჩნევს ამ კაცს და იმ კაცის გაფუჭება სჭირდებოდა 24 საათში გამოიძიეს მთელი სქემა როგორ გაიპარა ეს კაცი ამ ქვეყნიდან და რამდენი 24 საათი გავიდა მას შემდეგ რაც 350-ზე მეტმა ადამიანმა საჩივარი დატოვა თბილისის მთავარ სამმართველოში და თქვა რომ სისტემურად გაჩერებულ მარშრუტკაში სკამებ ამოცლილში 20 კაცი უმოწყალოდ მირტყავდა მე იქ არსებობდნენ ადამიანები ვინც ზღვარი იცოდნენ და ამას აჩერებდნენ რომ სისტემურად გვაწამებდნენ როგორ ერთი კაცი ვერ ვიპოვე. აქ ხო აი ამ დამოკიდებულებაში ვართ. ამიტომ ამან არ იმუშავა იმან რა ქვია დაშინებებმა, არ იმუშავა სამსახურიდან გაშვებებმა, არ იმუშავა ჯარიმებმა. აი ეს ბოლო ფინანსური ტერორი არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ეს ყველაფერი არ მუშაობს. სიგიჟეების ზახლი, ტრამპი ვიტყვი რომ deep state-ი არის ახლა, იმიტომ რომ გლობალური ზამის პარტია არ მუშაობს. ყველაფერს ვიტყვი, ყველაფერი რაც თავში მომივა. ეს პანიკური კონვულსიები უკვე გაუთავებელი, რომ ოღონდ მე არ დამრალდეს აი გურიის სტიკი ამ ფოკეს ყველაზე კარგად აჩვენა, რომ ეს ავადმყოფობაში გადასულიყო, ფსიქიურ დაავადებაში გადასული ყველაფრის უგულებელყოფა და თქმა რომ მე არაფერ შუაში არა ვარ. ანუ თუ ჩემი მუნიციპალიტეტები არიან ცვედანები და ვერ ახერხებენ რომ მანქანები იქირაონ, თუ ტრაქტორები იქირაონ ქვეყანაში, სადაც სამშენებლო ბუმია და ტრაქტორები იქირაონ მაგალითად ბათუმში, სადაც ბათუმი, რომელიც სამშენებლობებმა მე მგონი ამ ქალაქს მეორე სართული დააშენეს. ანუ მუნიციპალიტეტი ამ ქვეყანაში ისეთი ცვედანია, კორუფციაში ისეთი ჩაძირულია მთელი სისტემა. შეხედეთ ლელა რომ აი ამ ბოდიშით და პოლიტიკური საღურის გამო ეს ხალხი უკვე ვერაფერს ვეღარ აკეთებს და გამოდიოდნენ 3 დღე და 3 დღე მესიჯი ჰქონდათ. ანუ თოვლს, დიდ თოვლობას, ადამიანების უკიდურეს გაჭირვებას, ჩაკეტილობას, უშუქობას, უსაჭმლობას პასუხობდნენ იმის, რომ თოვლია ხალხო, რა მოგივიდათო. თოვლი მოდის, რომ ამინდია ჩვენ რა ვკნათო. ამას ამბობდნენ სერიოზულად ქვეყანაში, ანუ ეს ხო წარმოუდგენელია ბევრისთვის ქვეყანაში, სადაც მაღალმთიანი რეგიონი, მაღალმთიანი ზონა აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში. ან ამაში რამდენიმე წუთი დაგვრჩა და ახლა უკვე გიორგი ბაჩიაშვილზე მინდა გკითხოთ მით უფრო რომ გაკვირთ თქვენც ახსენეთ აი რას ფიქრობთ ბაჩიაშვილმა ბრალდებულმა ბაჩიაშვილმა რომელსაც პასპორტი ჰქონდა ჩამორთმეული და როგორც თავად აცხადებს მუდმივად სუსის მეთვალყურეობის ქვეშ იყო საქართველოს დატოვა და მისივე ინფორმაციით ეს გააკეთა სისტემაში არსებული ხვრელების და კონკრეტული ადამიანების გამოყენებით. ახლა კითხვა რომელიც პირველ რიგში შეიძლება ადამიანს დაებადოს არის ის ხო როგორ მოახერხა ადამიანმა საზღვრის გადაკვეთა, საქართველოს საზღვრის გადაკვეთა იმ ფონზე, როდესაც მასზე ასეთი ალბათ 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. რა არის თქვენი პასუხი? სილის გაწნა იმ სისტემისადმი. ანუ ამ კაცმა ამ მედებით ახლა მე რაღაცა ბოჩოლის აღტაცებით ნამდვილად ვერ შევა ბაჩიაშვილის საქმის დეტალებში, როგორც ჩემ კოლეგებს რამოდენიმეს მოусმინე ამას წინეებზე, არ ვიცი ამ საქმეს, არ ვიცნობ, შესაბამისად რამდენად ტყუილი მართალია ეს არ მაინტერესებს, კონკრეტულად აი ეს ფაქტია მნიშვნელოვანი, რომ ამ კაცმა, რომელსაც პირად მტრად მიირჩევს ოლიგარქი, რომელიც ამ ქვეყანას ფარულად მართავს, ხო, ჩრდილიდან მართავს. ამ კაცმა მოახერხა, რომ სისტემის გარეშე ხო ეს ვერ გამოვიდოდა ლელა, ხო თქვენ თორეც ახსენეთ, რომ ვინც ჯერა ამ ქვეყანაში, რომ კაცი ვისაც ივანიშვილი პირად მტრად მიიჩნევს, რომელსაც დაჭერას უპირებს, თქო ამ მასკარადს დგავს მანამდე, რა მიზეზით მე არ ვიცი, პირადი სენტიმენტებით თუ რაღაცა ხა ცოტა ეგეც გასკვირია, ხო ყველაფერს აკეთებენ უკვე ყველანაირი შეფარვის გარეშე, ბაჩიაშვილთან მიმართებაში ეს სპექტაკლი დადგეს ახლა თავიდან ბოლომდე რაღაც სასამართლოს, ხო? რატო აკეთებს ამას? არ ვიცი, მაგრამ დაჭერას უპირებდა ბოლოში, ხო? გაფუჭებას ამ ფულის წარქმევას ან დაჭერას
რას უპირებდა ამ კაცს. ამ კაცს რუსი უთვალთვალებდა და სრული ზედამხედველობის ქვეშ იყო ყველა ვიცი. შესაბამისად, ხო ყველას გვესმის, რომ სისტემის დახმარების გარეშე, ძალოვანი სისტემის დახმარების გარეშე ეს კაცი ამას ვერ გააკეთებდა. ანუ ეს ყველაფერი რაზე მეტყველებს? ძალოვანი სისტემა რამე მონოლითური ის კი არ არის, რა ქვია, ჩევეკა ვაგნერი, ან რუსეთის FSB, სადაც სისტემა ისე მუშაობს, რომ იქ ერთმანეთზე არის ყველა დამოკიდებული. არამედ ეს არის ერთი კორუფციული, ჩაძირული, კლეპტოკრატიული მილიცია, რომელიც ძალიან კარგად ახსოვს. ძალიან კარგად ახსოვს საქართველოს მოქალაქეებს, რომელიც არ ვიცი 2000 წლამდე დაბადებულები არიან, რა საღორე იყო ბოდიში. ანუ აქ არ უნდა იყოს ლაპარაკი მხოლოდ ერთი ადამიანის მხრიდან დახმარებას, რომელიც სხვათა შორის ბრალს აღიარებს, აი ადვოკატი აკეთებს განსაკუთრებით. ძღოლზე გატეხავს ამ ხელ ამბავ ძღოლმა გააკეთა ვიღაცა კაცმა, რომელიც ძღოლად აიყვანა ბაჩიაშვილმა, წავიდა, გადაიყვანა, მე დაბრუნდა, ბიძინა ივანიშვილის პირადი მტერი გადაიყვანა, მაგრამ დაბრუნდა სხვა საზღვრიდან იპარებოდა, აი ხა ეს ზღაპარი ვისჯერა. რამდენი ათეული კაცი იქნებოდა იმას ჩართული, ცით? რამდენმა კაცმა ფული აიღო ეხა ამ ყველაფერში ბაჩიაშვილისგან? რამდენმა კაცმა, აბა, აი ეგ არის გამოსაძიებელი და რამხელა კორუფციული სქემები მუშაობს, რომ ასეთ კაცსაც კი, რომელზეც პირადი კონტროლი აქვს იმას დაწესებული შეიძლება გაიქცეს ქვეყნიდან. ანუ ამაზე მეტყველებს ვიღაცა სამი ხარება, ორი ისა, რა ქვია, დგებულაძე და აი ესეთ ტიპებზე, რომლებიც გადაბმულები არიან ნარკოდანაშაულთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ქურდულ სამყაროსთან. აი ესეთი მილიცია, ანუ ამაში ხო უცნაური არაფერი არაა. თქვენ ხომ გახსოვთ ისე როგორც მე, როგორი იყო შევარდნაძის ეპოქის მილიცია, ხო? ხო ჩვენ ხო კარგად ვიცით. ეს ხო ძალიან მარტივი მოსაბრუნებელი იყო. ერთი მარტივი გადაწყვეტილება უნდა მინისტრის დონეზე, რომ მანწუხები შეამსუბუქოს კორუფციასთან დაკავშირებული და ეს სისტემა უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას, შერწყმას კრიმინალთან. და აქ ვართ ეხა. აი ეს მივიღეთ ბაჩიაშვილის საქმეში და ის გამოჩნდა, ამიტომ არავის არაფრის არ გვეშინია. არავის არ უნდა ეშინოდეს, იმიტომ რომ მიზეზი არ არის. ეს კაცი ჩვენ ვუყურებთ ფიზიკურად ცოცხალ პობას სისტემის და ეს აუცილებლად დამთავრდება ახალი არჩევნებით. თავარია რომ ის 100 დღიანი პროცესი კიდევ 100 დღე თუ გახდა საჭირო, 100 დღე გაგრძელდეს, რამდენი საჭირო გაგრძელდეს, ამას შედეგი ექნება. მადლობა სტუმრობისთვის.